შენთან რამდენი სითბოა შენთან რამდენი გულწრფელი ალერსი რამდენი სიმღერა შენთან ამიტომ გიწოდებ ოდესმე წასულ ხართ სამოგზაუროდ თუნდაც ცოტა ხნით მოგნატრებიათ თქვენი საწოლი ის კომფორტი რომელიც შენ შენი თავისთვის შეიქმენი ბალიში რომელიც ზუსტად ისედევს რომ შენ მოგერგოს ჭიქები რომელშიც უცნაური სითხეები ასხია და 3 დღის წინ უნდა გაგეტანა ოთახიდან ან კიდევ ის წერტილი სადაც კედელზე გამთენიისას შუქი ეცემა და განიშნებს რომ დილაა შენი დილაა სხვა არავის და როდესაც დაბრუნდი ამ მოგზაურობიდან გახსოვს ეგრძნობა ოთახში რომ ფეხს შედგავ ოთახი ოდნავ მტრიანია ოდნავ გაშეშებული ძველი წიგნივით რომელიც წლები არავის გადაუშლია თითქოს და თვითონ ოთახმა დაიძინა მაგრამ შენი ნივთები სულ ყველა ზუსტად იმავე ადგილებშია სადაც შენ ისინი დატოვე სახატავი ფანქრები ჩალაგებული რაღაც უბედურ ჭიქაში რომელსაც სახელური მოტყდა და მას სასმელად აღარავინ იყენებს ძველი სკოლის რვეული რომელშიც დღემდე დედაშენს ცუდ ნიშანს უმალავ დუდის ბოთლის თავსახური ერთი სამახსოვრო ღამიდან ან საყვარელი ადამიანის ნაჯღაბნი შენი სახატავი რვეულის კუთხეში რომ მიჯღაბნა და მერე შენ საგულდაგულოდ ამოხიე და თაროზე შეინახე და ის ჭიქებიც უცნაური სითხეებით ისევ იქ არის არცად წასულა ამაზე ხშირად მიფიქრია ეს ნივთები სიცოცხლეს იძენენ მაშინ როდესაც ჩვენ მათ ვეხებით შენი მოწყობილი ოთახი ქაოტურად არეული ან იდეალურად დალაგებული წინადადებაა იმაზე თუ ვინ ხარ შენ ის სანთებელად თაროზე რომ გიგდია იმ ადამიანმა რომ გაჩუქა რომელსაც დიდი ხანია აღარ ელაპარაკები არ არის ნაგავი ის მოგონებაა ხორცს შესხმული ოდესღაც ხომ გიყვარდა მე ყოველთვის უცნაურ ურთიერთობებს ვაყალიბებდი ჩემს ნივთებთან მათ უჭირავთ ადამიანები მომენტები მოგონებები და ჩემი თავის ის ვერსიები რომლებიც მხოლოდ ამ ნივთებს ახსოვთ მაგრამ ყოველთვის რაღაც მაწუხებდა ასე მგონია და შეიძლება სულაც მარტო მე მგონია ასე მაგრამ ისინი ინახავენ შენს ნაწილს გაშეშებულს დროში ასე გელოდებიან ჩაძინებულნი ისევე როგორც ოთახს აქვს სუნთქვა შეკავებული როდესაც ბრუნდები მაგრამ რა ხდება მაშინ როდესაც აღარ ბრუნდები რა ხდება როდესაც მათ ძილს გაღვიძება არ უჩანს ჩემზე რომ იყოს მე მათ სულ ყველას წავიღებდი მაინც ხომ მე ისინი ვარ და ისინი მე არიან ბავშვობაში ძალიან მიყვარდა აეროპორტები. როდესაც პატარა ვიყავი, ისინი ყველაზე ბედნიერ ადგილებად მიმაჩნდა. პილოტობაც კი მინდოდა ერთხანს. ამ ადგილის სიდიდე, ხმაური, ის გრძნობა, რომ ყველა ადამიანი მასში სადღაც მიემართება, რაღაც ახლის აღმოსაჩენად. ის შეგრძნება, რომ მთელი შენობა მოძრავია, ცოცხალი. რამდენი მგზავრიც ჩაგიქროლებს თავისი ჩემოდნით, იმდენი ისტორიაც იწერება. ვიღაც დასასვენებლად მიდის, ვიღაც მივლინებაში. იქნება ეს მელოტი კაცი თავის ორშულთან ერთად რომ გზავრობს, 1 წელია უკვე ელოდება შვებულებას. თავის ოჯახთან სადმე კურორტზე რომ წავიდეს, ბავშვები წყლის სასრიალოზე დატოვოს და გვარიანად ჩათვლიმოს აუზის წინ. ან ეს ხუჭუჭთმიანი ბიჭი გასასვლელ ბესამთან რომ ზის და ფეხებს რომ ათამაშებს,
დაბნეული მზერით ხან მარცხნივ რომ გაიხედება, ხან მარჯვნივ, იქნებ მოუთმენლად ელის, რომ თავის დიდი ხნის უნახავ შეყვარებულს ჩაეხუტოს. გულში ჩაიკრას და უთხრას, რომ ძალიან უყვარს. ან იქნებ ეს ახალგაზრდა გოგო წითელი მოსაცმელით მარტო რომ მზის. ხელსახოცით ტირილისგან დასიებულ თვალებს რომ იმშრალებს. ესაა თავის ოჯახს დაემშვიდობა და ბრუნდება ქვეყანაში, სადაც დიდი ხანია უკვე ცხოვრობს, მაგრამ ყოველ დამშვიდობებაზე მაინც ვერ ერევა თავის გრძნობებს. ჩემთვის მაინც აეროპორტში ყოფნა ნიშნავდა დასვენებას, სიახლეს, რაღაც ბავშვურ ბედნიერებას. ისეც მთელი ოჯახი ბარგს რომ მიათრევს და ამასობაში უკვე მეხუთედ დაუწყეს ერთმანეთს ყვირილი, რადგან შენ ძმას თავისი საცურაო შორტები სახლში დარჩა. მაგრამ არ გადარდებს, რადგან მარტო იმაზე ფიქრობ კურორტის შვედური მაგიდიდან რამდენ რამეს დააგემოვნებ. და თუნდაც როდესაც ეს მოგზაურობა არ გამოდიოდა ისეთი როგორცაც ელოდი, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდი. იმ შენს დადუმებულ ოთახში, სადაც იცოდი, რომ კომფორტი გარანტირებული გქონდა. საინტერესოა რა ემართებათ აეროპორტებს, როდესაც შენს ქვეყანას ტოვებ. ფრენა აღარ არის სასიხარულო ამბავი. ფრენა იქცევა დროის უკუთვლად, ზღურბლად, რომელსაც ერთხელ კვევთ, ერთი მიმართულებით. მე მახსოვს ის დღე, როდესაც წამოვედი. ჩემ თავს ვეუბნებოდი, რომ ეს ჩვეულებრივი მოგზაურობა იყო. ისეთი როგორიც ყველა სხვა. რაღაც საინტერესოს ვნახავდი, ყურადღებას გადავიტანდი, რაღაც ახლის აღმოჩენაზე. გავიცნობდი ადამიანებს. ეს ყველაფერი რაღაც კარგი საწყისია, ახალი ფურცელი. ანდა უბრალოდ იმდენჯერ მქონდა ეს სიტყვები სხვებისგან მოსმენილი, ვცდილობდი, რომ მეც დამეჯერებინა. მაგრამ ეს ბრჭყალებში მოგზაურობა ჩემოდანზე და აეროპორტზე ბევრად უფრო ადრე დაიწყო. ეს მოგზაურობა ჩემი მეგობრების სახეების გამომეტყველებით დაიწყო. მაშინ პირველად რომ ვუთხარი, რომ მივდიოდი. ეს ის სახის გამომეტყველება, გეცოდინებათ თუ ნანახი გაქვს. შენ ახლო ადამიანს შენთვის დიდი ბედნიერება რომ უჭირავს გულში და ამავდროულად გლოვა. გლოვა იმისა, რომ ვეღარ შეძლებთ ერთ შემთხვევით სამშაბათს დაურეკოთ ერთმანეთს. სადმე პარკში მოსხდეთ, გაუკიდოთ სიგარეტს და ილაპარაკოთ უმიზნოდ და უმისამართად. ილაპარაკოთ ისეთი ლაპარაკით, რომელსაც ერთმანეთის შეხების დისტანციაზე ყოფნა სჭირდება. მე მახსოვს უთვალავი ვიზიტი აფთიაქში. ყველანაირი წამლის შესყიდვა. ყველა იმ შესაძლო ავადმყოფობისთვის, რაც უცხო ქვეყანაში შეიძლება დაგემართოს. მახსოვს ბაზრობაზე ნაყიდი უთვალავი წყვილი წინდა, ვაი და არ გამომელიოს. ჩურჩხელა, ყლაპი, ხინკლის ბრელოკი და ქართული ანბანის წარწერიანი წინდა ჯერ არ გაცნობილი მეგობრებისთვის. მახსოვს გაფრენის წინა ღამე. ის სპეციფიური სიჩუმე, რომელიც ჩემს სახლს დაკრავდა. თითქოს იცოდა სახმა, რომ ის რამდენიმე საათში შეიცვლებოდა. საბედნიერო დიდად არაფერი დაკრავდა ამჯერად გამგზავრებას. მახსოვს როგორ მწარედ იკავებდა ცრემლს დედაჩემი. ყველა ის ქმედება, რომელსაც ის ვეღარ გააკეთებდა. ამოეცნო ჩემი ნაღველი, სანამ ერთ სიტყვასაც ვეტყოდი. დაეუთავებინა ჩემი მაისური, რომელსაც მე უნამუსოდ კარადაში ვტენიდი. ან კიდევ ყელი რომ ამტკივდებოდა თაფლიანი რძე მოედუღებინა ჩემ. არად მქონდა მისი ხელი ჩაბღაუჭებული და ცალი თვალით. ჩვენ ორივეს ტელეფონზე დაყენებულ მაღვიძარას მივშტერებოდი. როგორ უგულოდ ითვლი და წამოდი. ცივი ჰაერი სადარბაზოდან რომ გავედით. ჩუმი მგზავრობა მანქანა. წინა სავარძლიდან გადმოშვერილი დედაჩემის ხელი. ჩაბნელებული მანქანის სალონში უგზო-უკლოდ რომ აფათურებდა ჩემი ხელი რომ ეპოვნე. ჩავაბარე ჩემი 23 კილო.
და ბოლოს ესკალატორი. თბილისის აეროპორტში თუ ხართ დამყოფი, გეცოდინებათ ესკალატორის იგეზე მგზავრების გარდა არავინ დაიშვება. არ ვიცი ეს სულელური წესი ასე ვინ გადაწყვიტა, ან თუ იცოდა რას წყვეტდა საერთოდ. ამის იქით ყველაფერი ბუნდოვანია. ჩემი მეგობრის დაწერილი წერილი ჯიბეში რომ ჩამიკუჭა და სანამ თვითმფრინავში არ ჩაჯდები არ წაიკითხო რომ მითხრა. მამაჩემის მკაცრ სახეზე გატეხილი ღიმილი. ჩემი ძმის იმედიანი ჩახუტება. დედაჩემის ცრემლები ჩემს მაისურზე. ესკალატორმაც დაიჭირა ჩემი თავდაუჯერებელი ნაბიჯი და წამათრია წინ. და ვუყურებდი ნელა, როგორ პატარავდებოდა და პატარავდებოდა და პატარავდებოდა მთელი ჩემი სამყარო. სანამ არ გადმოვედი ესკალატორიდან, კიდევ რამდენჯერმე არ დავუქნია ხელი ჩემებს, კუთხესთან შევუხვიე და ყველაფერი დადუმდა. აქ გავიაზრე პირველად რას ნიშნავდა სიტყვა დისოციაცია. ის არ არის გრძნობა. ის გრძნობის არ ქონაა, სადაც გრძნობა უნდა არსებობდეს. რაღაც უცნაური ბჟუილი. შენი ტვინის თავდაცვის მექანიზმი, რომელმაც იცის, რომ ამ მომენტის სრული გათვითცნობიერება შესაძლოა ვერ გადაიტანო. გავუხვიე, გაცოცხლდა აეროპორტი. ახმაურდ. მე კი უკვე წასული ვიყავი. ძალიან უცნაურია რამდენ ხანს რჩება ეს გრძნობა შენთან. რაღაც უცნაური ზუზუნი თუ წუილი, რომელიც სულ თან დაკვება. ცოტა ხანს შეგიძლია შენ თავს მოატყუო. აქამდეც გიმოგზაურია. იცი როგორც უნდა იცხოვრო, სადაც აქამდე არ გიცხოვრია. შეგიძლია უთხრა შენ თავს, რომ უბრალოდ ტურისტი ხარ, რომელსაც ჯერ ადგილობრივები არ გაუცნია. მაგრამ ძალიან მალე ეს ილუზიაც უჩინარდება. მაგალითად მაშინ, როდესაც მიდიხარ ბანკში, პირველი ანგარიშის გასახსნელად, რათა საქართველოში დიდი შრომით ნაშოვნი 1000 ლარი რომ გადააქციე, აქ უმაქნის $370 შეიტანო ბარათზე და რაიმეს ყიდვა შეძლო. მიგაქვს საქაღალდე, სავსე დოკუმენტებით, რომელიც თვეების მანძილზე მონდომებით შეაგროვე. ნათარგმნი, ბეჭედ დარტყმული, ნოტარიუსით დამოწმებული. პატარა არქივი მტკიცებულებებისა, რომ მართლა არსებობ, რომ მართლა ხარ ის, ვინც ამბობ, რომ ხარ, რომ შენი ცხოვრება ამ წამამდე რაც გაიარე ნამდვილია და მართლაც სადღაც არსებობდი. კიდევ მაშინ გავიწყდება, რომ ტურისტი არ ხარ, როდესაც შენს გრძელვადიან რუტინას ემატება შეხსენება იმისა, რომ 12 საათია. 12 საათია შენს და იმ მდუმარე ოთახს შორის. შენს და შენს საყვარელ ადამიანებს შორის, რომლებსაც ახლას ძინავთ და სულაც არ იციან, რომ რაღაც ბანკის გადანათებულ დერეფანში სასოწარკვეთილი აფრიალებს შენს აქაყალდეს, რომ ბანკირის მკაცრი მზერა მოიშორო თავიდან. ცდილობ, დიდხანს ცდილობ დააჯერო შენი თავი იმ შეთხზული ისტორიებით. ეს ჩემი არჩევანი იყო. ჩემში რაღაც არის ისეთი, რასაც ჩემი ქვეყანა ვერასდროდეს დაიტევს. მე ხომ ისეთი რაღაცეებისთვის ვარ შექმნილი, რომელიც ჩემს სამშობლოს საზღვრებს სცდება. და თანაც უკლებლივ ყველა იმ აზრზე იყო, რომ მაქედან მალე უნდა მოგეხია. ამის დიდხანს გჯეროდა. მცირედით ალბათ კიდევ გჯერა. საქართველოში რომ ცხოვრობდი, პატრიოტიზმით დიდად არ გამოვირჩეოდი. პირიქით, ბევრი რამ არ მომწონდა. ალბათ ამან გამათამამა და მაფიქრებინა, რომ მე მას მარტივად დავტოვებდი. თითქოს იმ მიწაზე უკეთესი ვიყავი, რომელმაც შემქმნა. ეგ ქართული თავდაჯერებულობაც უცბად ქრება. პირველად რომ ეცდები, აქაურებს დაუმეგობრდე მაშინ. აი მაგალითად რომ მიხუმრებ და იცი რომ შენი მეგობრები სიცილით გასკდებოდნენ ამაზე. ამ დროს კი წინ მდგომი ადამიანი გაოცებით და ოდნავი შემცოდებელი მზერითაც კი შეგცქერის. შენც ეს უხერხულობა დიდხანს რომ არ დააყოვნო შენ თავს ამშვიდებ, ამბობ. ქართულად უფრო სასაცილოა.
მაშინ კარგავ კიდევ თავდაჯერებულობას რაღაც მნიშვნელოვანი რომ გინდა გადმოსცე. აი ესეთი გული რომ შეგთკივა და რაზეც ქართულ ენაზე ხშირად გიკამათია. ამ დროს იაზრებ, რომ ინგლისურ ენას უბრალოდ არ გააჩნია ისეთი სიტყვები, რომელიც შენ გულის ტკივილს მთელი ემოციით გადმოსცემს. ეს გიტოვებს რაღაც უსუსურობის შეგრძნებას. აი ისეც, რომელიც ალბათ დაკარგული ტურისტის მიმართ გქონდა. ოდნავ რომ შეგეცოდება, ხო იცი? მაგ მომენტში გავიწყდება, რომ ეს ადამიანი ალბათ სრულად გამართულად საუბრობს თავის ენაზე, გადმოსცემს თავის თავს. უბრალოდ შენ არ გესმის მისი. მერე იწყებ ძებნას გზებისა, რომ შენ გარშემო მყოფებმა გაგიგონ. და აქ იშვილებ ამ ფრაზას, რომელსაც ყოველდღიურად იხმარ. დაიცოდი რომ? დაიცოდით რომ საქართველო ღვინის სამშობლოა? დიახ, 8000 წელია. დაიცოდით რომ ჩვენი საკუთარი დამწერლობა გვაქვს? არა, არანაირი კავშირი არ აქვს რუსულთან. დაიცოდით რომ და ასე. ასე გახდი ელჩი ქვეყნისა, რომლიდან წამოსვლასაც თითქოს და ვერ ითმენდი ოდესღაც. ასე მუდმივად იცავ, უხსნი, აჩვენებ. არა იმიტომ რომ ვინმე მიკითხა, არამედ იმიტომ რომ გინდა იცოდნენ რომ შენ უკან დიდი ათასობით წლიანი ისტორია დგას, რომელიც ამ ბოლო დროს შენთვისვე უცნაური სიძლიერით გეამაყება. გინდა რომ აჩვენო რომ შენი აქცენტის მიღმა ბევრი რამ დგას. სამწუხაროდ შენი თავის ასე მუდმივად ახსნა ძალიან რთულია. რაღაც დროის შემდეგ ეს სირთულეც დუმილში გადადის. აღარ ცდილობ რომ ვინმეს რამე აუხსნა, რადგან მის მერე რაც უკვე მე-20 ადამიანს მოუყევი საქართველოზე, ბოლოს მაინც ის გითხრეს რომ არ იცოდნენ ატლანტაში თუ ასეთები ხდებოდა. გადის დრო და იაზრებ რომ თვითონ ქალაქიც, გარემოცვა, გიქმნის რაღაც დისკომფორტს. ამას არ ვამბობ შენიშვნად. უბრალოდ ვაკვირდები. ისეთი დაკვირვებით, როგორითაც აკვირდები ადგილს, რომელიც უცხო ხალხმა შენთვის უცხო მიზეზებით და მიზნებით ააშენა. აქ ყველაფერი ეფექტურია, სუფთა, ორგანიზებული, ოპტიმიზირებული, სტერილური. ყველგან ცნობილი ბრენდების ლოგოები, ისეთი ჩვენ საქართველოში რომ არ გვაქვს. ერთი და იგივე კაფე ყველა უბანში. შიგნით რომ შეხვალ და ერთნაირად რომ გამოიყურება ყველა დეტალი. არ აქვს მნიშვნელობა შენს ქუჩაზე შეხვალ თუ სხვა შტატში გადახვალ და იქ ეწვევი. რომ შეხვალ და ერთი და იგივე მუსიკა რომ უკრავს. და ერთი და იგივე ნამეცადინები ღიმილით რომ გვხდება ბარისტა, რომელსაც სულაც არ აქვს არაფერი გასაღიმებელი იმ წუთას. ტემპერატურაც კი იგივეა შიგნით. არ არის პატარა უბნის მაღაზიები. მოხუცი ქალბატონი რომ დაგხვდება შიგნით, რომელსაც მაღაზია უკვე 40 წელია რაც გახსნილი აქვს და ამას იმით ხვდები რომ მისი სახელი დიდი ასოებით უზარმაზარ აბრაზეა გაჭიმული. ისეთი მზერით რომ გიყურებს, ვერ გაუგია მისი ვალი გაქვს თუ არა. არ უნდა გეწყინოს ეს მზერა. ის ასე უყურებდა ადამიანებს სანამ შენ დაიბადებოდი და ასე განაგრძობს ყურებას, რადგან ამ დაუნდობელი მზერის მიღმა დიდი ისტორიაა. დანარა, შენი 5 წუთიანი ვიზიტის გამო მისი ცხოვრება უნდა შეცვლილიყო? არ არის რესტორნები, რომლებშიც ერთი სასწაული კერძია. დანარჩენებმა კი შეიძლება წინაპრებს შეგახვედრონ, მაგრამ იმ ერთის გამო მაინც დადიხარ. არ არის პარკები, ხის ფანჩატურებით, 20 წლის ფენა წარწერებით და გრაფიტებით, რომ არის შემკული. თითქოს და რომ თავის თავთან აქვს დიალოგი გაბმული. ერთი 10 წლეულიდან მეორეში. თუც მიყვარხარ. თავისუფლება ცოტნეს. ევროპული საქართველო. და შენც რომ ამოკაწრე დანით შენი და შენი მეგობრის სახელი ეგეც. აქ ქუჩები ფართოა, სუფთა და მოძრავი. 6 და 8 ხაზიანი ავტობანები ყველგან. შეგიძლია მანქანით მიხვიდე სამსახურამდე, მერე დაბრუნდე სახლში, ისე რომ ფეხით 5 წუთზე მეტიც არ მოგიწიოს გავლა. არ ვამბობ რომ ცუდია, მართლა არა, უბრალოდ არ უჭირავს მოგონებები. ჩემთვის ეს უცნაურია. მე გავიზარდე ქალაქში, რომელშიც ყველა კედელს, ყველა ქუჩას თუ ლამპიონს რაღაც აქვს მოსაყოლი. უცნაურია ისიც რომ გეწყება მონატრება ისეთი რაღაცეების, აქამდე რომ მთელი გულით გეზიზღებოდა. გზაზე დაყრილი სიგარეტის ნამწვევი.
შენი სახლის წინ ყოველი წვიმის მოსვლაზე ერთი და იგივე უზარმაზარი გუბე რომ დგება, ან ღამით უბნიდან გაგონილი ულამაზო სიტყვები. არაფერი არ იყო იდეალური, მაგრამ ყველაფერი რაღაც პიროვნულობას ატარებდა. არ იყო სუფთა, მაგრამ იყო ცოცხალი. ამის გააზრება ნელა გეპარება. მერე კი ერთიანად გეჯახება, რომ ეს ჭყალებში არჩევანი სულაც არ იყო არჩევანი. არ წასულხარ იმიტომ, რომ არ გიყვარდა შენი სამშობლო. წახვედი იმიტომ, რომ საქართველოს ისეთი როგორიც არის დღეს, თავისი ეკონომიკით, პოლიტიკით, სიღარიბით თუ გატეხილი დაპირებებით ვერ უყვარდი შენ ისე, როგორც შენ გიყვარდა ის. არ გინდოდა სხვა სამშობლო, გინდოდა რომ შენი სამშობლო უკეთესი ყოფილიყო. ზუსტად აქ იწყებ ფიქრს, თუ რამდენი ადამიანი შენ გარშემო ატარებს გულით ამ სიმძიმეს. რამდენი ემიგრანტი სტუდენტი, მუშა, მოხუცის მომვლელი, კურიერი, რამდენი შვილი, მამა, დედა, რამდენმა დატოვა თავისი ნაწილი სადღაც შორს და დადის ახლა აქ უგზო-უგლოდ. რამდენი აეროპორტის დამშვიდობება, რამდენი დადუმებული ოთახი. რამდენი ტკივილია ასე ჩუმად გადანაწილებული დედამიწის სხვადასხვა კუთხეში. 3.4 მილიარდი დოლარი გააგზავნეს შარშან ემიგრანტებმა საქართველოში. ამერიკა 682.2 მილიონი. იტალია 621 მილიონი. რუსეთი 467.5 მილიონი. გერმანია 295 მილიონი. საბერძნეთი 280 მილიონი. ისრაელი 260 მილიონი. ესპანეთი 100 მილიონი და სხვა. ნეტავი ამ ციფრების უკან რამდენი ემიგრანტი დედა ან მამა, რამდენი საქართველოს შვილი დგას. რამდენი საათი, წელიწადი, დღესასწაული და სამშაბათი საღამო, რომელიც სამუშაოდ იქნა ქცეული. ან კიდევ რამდენმა დაბადების დღემ ჩაიარა წყლის ჭიქაზე აყუდებული ტელეფონი. ნეტავ კიდევ რამდენი დოლარი ან ევროა საჭირო. რა ციფრზე ვბრუნდებით ქართველები შინ? ხანდახან ცაში ავიხედები ხოლმე, მამშვიდებს. ის ხომ იგივე ცა არის, რომელიც 12 საათის მოშორებით გადაფენია ჩემ ქალაქს, ჩემს ქუჩებს, ჩემს საყვარელ ადამიანებს, ჩემ ოთახს, ჩემს ყველა ნიუტს, რომელიც ჩემ დაბრუნებას ელოდება. გესმის რა მიყვარ შენში ხედავ ხელებს ცეცხლის ალზე ვითბო გადარჩენაზე აფიქრო მიზეს მე ვეღარ ყოფილ მიზეს